გუბაზ მეფე რომ მოკლეს ხო? იქ დიდი შეკრება იყო იმერთა და იქ ორი სიტყვა ითქვა. რა გვინდა სად მივდივარ და ერთი ამბობს დასავლეთისკენ უნდა წავიდეთ, მეორე ამბობს არა აღმოსავლეთისკენ უნდა დავრჩეთ. მე მან ვინ გაიმარჯვა, რომელმა სიტყვამ გაიმარჯვა. ერეკლეს არჩევანიც მეტწილად განპირობებული იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის არჩევანით, ვიდრე უფრო სახელმწიფოებს რუსეთს და სპარსეთს შორის. დაიბადა გაიზარდა კახეთში, ადრეულ ასაკში გადის სპარსეთში, იქ მაწვილდება სპარსეთში, თან ძალიან რთულ გარემოში, მუდმივი პოლიტიკური ინტრიგის ცენტრში ყოფნა, მუდმივი ომიანობა. ეს პორტრეტი ასახავს აი ამ კომპლექსურობას ამ ადამიანის, რომელსაც შეუძლია რომ ატაროს სპარსული ყაიდის ჩალმა, მაგრამ ამავე დროს იყოს ქართული ხო, კაბა და ახალუხი და ამავე დროს იყოს შემოსული ევროპული მეფის მანტიაში და ამავე დროს ჰქონდეს რუსული იმპერიის ორდენიც. სულთანის კართან ურთიერთობა დიპლომატიური მიმოსვლა ერეკლეს აქვს. შორის სწორედ ამის გამო ექნება მას გარკვეულად უხერხულება მაგალითად რუსებთან. ერეკლეს პრობლემა არის აი ამ დიდ სამ სახელმწიფოს შორის ლავირება, რამენაირად მონახოს ის ადგილი, რომელიც მას მისცემს საშუალებას რომ შეინარჩუნოს თავის თვითმყოფადობა და ამავე დროს გარკვეულწილად დაიცვას ამ იმპერიების ინტერესები ამ რეგიონში. და ეს ძალიან რთული რამე, რაც ახლა შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენც ხო გარკვეულწილად აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ, ხო?